იმას გაგება ჭირდება, გვერდში დგომა ჭირდება. ეგეთ ბავშვს ზოგ შემთხვევაში რომელიც ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე რომ აი ესეთია დაუმორჩილებელია და ცუდი ბავშვია წყალებში, ცუდი არავინ არ არის. ცუდად იქცევა, ხო? შეიძლება იმას ყველაზე მეტი მოფერება ჭირდება. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ სხვაგვარად ვართ ხოლმე. ვინც კარგად იქცევა, იმას ყველაზე მეტად მოვეფერებით, ყველაზე მეტად თბილ სიტყვას ვეთქვით, ხო ძირითადად ესეა ხოლმე. არა და პირიქით, მას შეიძლება არ აქვს ის პრობლემები, როგორიც აქვს იმას, ვინც ცუდად იქცევა. ამიტომ ჩვენ არავინ არ უნდა გავრიყოთ, ესე იგი, არავიზე არ უნდა ვთქვათ, რომ მოდი მაგასთან ჩვენ არ ვიმეგობრებთ. პირიქით, შეიძლება ჩვენმა მეგობრობამ ის სიკეთისკენ შეცვალოს და ის ყველაზე უკეთესი გახდეს საბოლოო ჯამში. ამიტომ აი ჩვენ მაგაზე უნდა ვიფიქროთ, რომ შინაგანად შეიქნება რა აწუხებს ამ ბავშვს, რატო იქცევა ესე. ვის უხარია ცუდად მოქცევა, ვინმეს უხარია ცუდად მოქცევა, არც მას არ უხარია. უბრალოდ მას სხვანაირად არ შეუძლია ეგ არის და ეგ. თორე რო იბადება, განა ყველანი ერთნაირად არ ვიბადებით, ერთნაირად ვტირი ვართ, ერთნაირად საყვარლები ვართ ყველანი, მაგრამ მერე რო ვიზრდებით, გარემო პირობები ძალიან მოქმედებს ჩვენს. იქ სხვაგვარ ოჯახში იზრდება, იქ სხვაგვარ გარემოში მოხდება. ხო და ამიტომ ჩვენ ეს კლასი უნდა ვიყოთ ისეთი გარემო, სადაც ყველა ბავშვი სიკეთისკენ შეიცვლება. და თქვენ ხო 19 ხართ, 19-ვეს ძალიან უნდა უხაროდეს სკოლაში მისვლა. შეიძლება გაკვეთილები ყველა ერთნაირად ვერ სწავლობდეს, ყველა საგანი ერთნაირად არ უყვარდეს და აქ სწავლაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე უნდა მოხდეს სკოლაში. თქვენ შორის მეგობრობის ჩამოყალიბება. შეიძლება სიტყვაზე მენდელეევის ფორმულა არ ახსოვდეს ადამიანს სკოლას რო დაამთავრებს, მაგრამ აი ერთმანეთის სიყვარული რო არ ახსოვდეს, ეგ უკვე კატასტროფა. შეიძლება ფიზიკის ესა თუ ის კანონი არ ახსოვდეს, ბიოლოგიაში როგორ იზრდება უშუალოდ ესა თუ ის მცენარე ვერ გაიხსენოს. ხო, მაგრამ აი ერთმანეთისადმი სწორი დამოკიდებულება თუ არ შედგა კლასში, მაშინ ჯობია ეგეთ სკოლაში არიარო. ეგ არის მან ჯერ მთავარი, ჯერ ადამიანური ურთიერთობაა მთავარი, ჯერ ადამიანის ღირსებაა მთავარი. და მერე ესეთ ბავშვს, ესეთ გარემოს თუ ცოდნაც ექნება, ეს ხო საერთოდ ძალიან კარგი. და ესეთი კლასი, რომელიც ერთმანეთის მიმართ ესე სიყვარულით, აი ერთმანეთის ჭირის და რხინის გაზიარებით იზრდება და თან ცოდნა აქვს, ესეთ კლასს შეუძლია რომ მთელი სოფელი ააყვავს და არა მარტო სოფელი, არამედ თავის ქვეყანას გამოადგეს.